ქარხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად. გამარჯობათ. ამ წუთებში ნინო ბურჯენაძე საგანგებო ბრიფინგს მართავს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ოფისს. მოგესალმებით. მე მინდა დღეს საგანგებო განცხადება გავაკეთო იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც იქმნება ჩვენს 10,000-ობით თანამოქალაქესთან მიმართებაში. დღეს პრაქტიკულად საქართველოს 10,000-ობით მოქალაქე კვლავ დარჩა იმედის გარეშე და კვლავ დარჩა იმ ვითარებაში, როდესაც მათ წინაშე რეალურია საფრთხე, აღმოჩნდნენ ქუჩაში, აღმოჩნდნენ უსახლკაროდ და შეუერთდნენ იმ ადამიანების რიგს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და რომლებზეც წესით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა რამდენიმე დღის წინ პირველი მოსმენით მიღებული კანონი საახსრულებლო წარმოების შესახებ, უпростоრად კანონპროექტში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა ეგრეთ წოდებული გამოსახლებების შეჩერებას 2014 წლის 1 თებერვლამდე. აღნიშნული ცვლილებებიც არ იყო საბოლოო გადაწყვეტა იმ უმძიმესი პრობლემისა, რომელიც იპოთეკარებს და 10,000-ობით ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში დაეწყოთ რესურსების მობილიზაცია უკვე ახალი ხელისუფლების და ახალი რეალობის პირობებში, თუ რა თქმა უნდა ეს რეალობა იარსებებდა და მოეხერხებინათ ის, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები, მოხუცები, ბავშვები უსახლკაროდ არ დარჩენილიყვნენ. სამწუხაროდ იმის ნაცვლად, რომ ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიღებულიყო, ეხლა კანონპროექტის ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი გახლავთ. საქმე იმაშია, რომ ეს არის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის მიღებას ელოდებოდნენ, რომლებიც დაზარალდნენ სააკაშვილის რეჟიმის უკანონო მოქმედებების გამო. იპოთეკართა შორის არიან 1000-ობით ადამიანები, რომლებმაც უკანასკნელი გაყიდეს იმისათვის, რომ ოჯახის წევრები უკანონო პატიმრობიდან გადაერჩინათ, დაედოთ საპროცესო გარიგება, ან აეცილებინათ მათთვის ის საზარელი ციხე, რომლის შესახებაც ეხლა უკვე სიმართლე მთელმა მსოფლიომ იცის. იპოთეკარებთა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილმა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებმა წაართვეს ბიზნესი, წაართვეს უკანასკნელი ლუკმაპურის საშოვნელი შესაძლებლობა, ადამიანებმა გაყიდეს ყველაფერი, რომ გადაერჩინათ ის მცირედი, რაც დარჩათ, ან გამოეკვებათ ოჯახი. იპოთეკართა შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად შეგნებულად გაუმართლებელი სისხები მისცეს, დაასაქმეს, ხოლო შემდეგ კი უკანონოდ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე დააკარგინეს სამსახური, ადამიანებმა ვეღარ შეძლეს სესხების გადახდა და ისინიც პრაქტიკულად ან უკვე აღმოჩნდნენ ქუჩაში, ან ქუჩაში აღმოჩენის საფრთხის წინაშე დგანან. სწორედ რომ წინა რეჟიმის პასუხისმგებლობა არის ამ ადამიანების უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა და ეხლა ახალი ხელისუფლება ვალდებულია გამოასწოროს საკუთარი მოქალაქეების მიმართ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული. მით უფრო პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ქართული ოცნება ამ ადამიანებს ერთმნიშვნელოვნად პირდებოდა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და მათი პრობლემების მოგვარებას. დღეს კი ჩვენ ხედავთ ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალყურს ნინო ბურჯენაძის ბრიფინგს, განვარძობთ რამოშობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების არსებული წესი შეიცვლება და სანაცვლოდ ახალი მოდელი ამოქმედება. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უკვე მიიღო რამდენიმე დღის წინ საკითხის გადადების შესახებ განცხადება თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, თუმცა დღეს დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საკითხის გადადებას მაშინ გარკვეული სპეკულაციები მოყვა, რამაც არჩევნების წინ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს. მერიან გორგოძე გვერდება ახლა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში და მისგან შევიტყობთ რა პოზიცია აქვს დეპუტატებს. მერიან, გისმენთ.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტის ახლანდელ რედაქციაში არაფერი იცვლება კანონის იმ ნაწილში, რომელიც პარტიების, ანუ ეგრეთ წოდებული კვალიფიციური სუბიექტების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების საკითხს ეხება. სწორედ ეს თემა გახდა გარკვეული უკმაყოფილებისა და მმართველ გუნდთან დაპირისპირების საგანი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან და სწორედ ამ საკითხზე გააკეთა დღევანდელ ბიუროს ხტომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი აპირებდა, რომ ებრძელა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების არსებული წესი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიძლება და ამოქმედება ახალი მოდელი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს ხტომაზე განაცხადა, საკითხის გადადებას გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა და არჩევნების წინ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა. სწორედ ამის გამო ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში უახლოეს პერიოდში მომზადდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი სწორედ უახლოეს მომავალში განიხილავს. წეულია ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ საკითხის განხილვას დაუბრუნდეთ ახლავე, ვინაიდან მაინც გადაწყვეტილი ქონდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ მოდელზე მსჯელობა და თუ ეს თემა არის ესოდენ მნიშვნელოვანი და გვესმის რომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო დაფინანსება პოლიტიკური პარტიებისთვის ცხადია მნიშვნელოვანი კომპონენტია ეს საკითხი კოალიცია ქართული ოცნების შიგნით შემავალ პარტიებთან და ასევე საქართველოს მთავრობასთან არის შეთანხმებული. იყო კონსულტაციები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთანაც და პოლიტიკურად ყალიბდებით იმაზე, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანა პარლამენტში. ამ საკითხის შესახებ დღესვე მოსაზრებები გააკეთეს საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრინციპში დაეთანხმნენ პარლამენტის თავმჯდომარეს. მათი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდეს ყველა მხარესთან შეთანხმება და სწორედ ამის შემდეგ მოხდეს საკითხის საბოლოო ვერსიის მიღება, რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. მათ ჯერ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამის მიზეზად კი დასახელდა მათი მხრიდან შიდა პარტიული მოლაპარაკებები ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, სწორედ ამის შემდეგ გააკეთებენ ისინი სპეციალურ კომენტარს პარტიების დაფინანსების საკითხზე. ეს არის ცვლილებები, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას გარკვეული ფორმულით გულისხმობს, რომელიც შეჯერებული იყო ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში. უბრალოდ მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ ქრისტიან დემოკრატებმა არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას, დანარჩენი ყველა იყო თანახმა. როგორც ჩანს დღეს ქრისტიან დემოკრატებთანაც ბატონი ზაქარია შეჯერდა რაღაც ვერსიაზე და უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული. ვინაიდან ყველა პრაქტიკულად ყველა არასაპარლამენტო პარტია მზადყოფნაშია და სრულს გამოთქვამს, რომ სრულად შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში, მათ შორის დაფინანსების ნაწილში არჩევნებამდე, ჩვენ ბუნებრივია საწინააღმდეგო ამის არაფერი არ გვაქვს, უბრალოდ არის მიღწეული კონსენსუსი იმის შესახებ, რომ მათი მხრიდან უსაფუძვლო და არაფრის მომცემი ბრალდებები არ იქნება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კანონპროექტში ცვლილებების დამტკიცება იმ მუხლის გარეშე მოხდება, სადაც სწორედ პარტიების დაფინანსების საკითხზეა საუბარი. მადლობა მერიან რორდოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში ასე აფასებენ შიდა პარტიულ პრაიმერის ნაციონალურ მოძრაობაში. დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებებში პარტიის წევრების დაბარებისა და ვანო მერაბიშვილის დაკავების ფონზე მათ საზოგადოებას დაანახეს, რომ პარტიის შიდა სტრუქტურა გამართულად მუშაობს. მისივე თქმით, სერიოზული ცვლილებები იდირმება პარტიის მართვის კუთხითაც, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს ისვლავ პარტიის გენერალურ მდივნად რჩება დღესვე ნაციონალები გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები დებატებში ერთ-ერთზე უნდა შეხვდნენ. ბაქრაძემ შესთავაზა მარგველაშვილს ერთ-ერთზე დებატები, არავისთვის ალბათ საიდუმლო არ არის, რომ მთავარი კონკურენტები სწორედ არიან დავით ბაქრაძე და პრემიერის მიერ შერჩეული გიორგი მარგველაშვილი. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მანიც ის, რომ როგორც ყოველთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი გარკვეული სტანდარტების დაცვით ატარებს დებატებს და მასში მონაწილეობს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს ისედაც იქნება და ეს არ არის ბაქრაძე
ბაქრაძის შეთავაზება, მაგრამ ბაქრაძემ შესთავაზა, რომ ერთი ერთზეც იყოს ეს დებატები. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი კი დებატებისთვის მზად არის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დებატები ისეთ ფორმატში ჩატარდება, სადაც ყველა კანდიდატს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა. რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოინდომა დებატები, ეს არის ნორმალური დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავის პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ქართული ოცნება ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს. ექსკლუზივად ჩვენ არავის არ შევხვდით, მაგრამ შესაძლებლობა პოზიციის გამოხატვისა და დაფიქსირების ექნება ყველას. უგებს თუ არა ბაქრაძე მარგველაშვილს ერთი თნოს თბილისის მერის განცხადებას კოკი იონათამიშვილი ეხმაურება. საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ დიდი უგულობა პრიორიტეტებს სწორედ დასახავს და ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ნაცვლად დედაქალაქის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას და თბილისელების ინტერესების დაცვას ეიზრუნებს. კანონი არ ზღუდავს ქალაქის მერს დაკავდეს პოლიტიკური პროპაგანდით, მაგრამ თბილისელებმა ქალაქის მერი პირველ რიგში აირჩიეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის წინაშე დგას. მინდა ურჩიო გიგი უგულავას, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე და ასევე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ახალი ფორმაციის მრავალპარტიული საკრებულოსკენ თანამშრომლობის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლო თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეს განიხილავს. ამ წუთებში სასამართლო პოლკოვნიკის მიმართ სასტიკ მოპყრობასა და წამებაში უშუალოდ მონაწილე პირს უსმენს. ამის გამო პროცესი დახურულად გამოცხადა. თადარიგის პოლკოვნიკი 2011 წლის სექტემბერში დაიღუპა, ის სამხედრო პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ბელა ზაქაიძე მუშაობს დღეს ამ თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ბელა, გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 13 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. ამ საქმეში ბრალდებულები არიან სამხედრო პოლიციის და გლდანის ციხის ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ალექსანდრე მუხაძე და მეგის ქარდავა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არიან ძებნილები, ასევე ოლეგ ფაცაცია. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ სერგო თეთრაძის მეუღლეს, როგორც ნანა თეთრაძემ განაცხადა, ისინი არა მხოლოდ შემსრულებლების დასჯას ითხოვენ, არამედ იმ ადამიანების გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლის, ვინც უშუალოდ სერგო თეთრაძის უკანონო დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა. ჩემი მეუღლე არ მოუკლავთ სადმე ქუჩაში, თავიდანვე წაიყვანეს სამხედრო პოლიციაში, ყავდათ მე იზოლატორში და სასამართლოში უკვე აღკვეთი ღონისძიება მაშინდელი 19 სექტემბერს, რომელიც ჩატარდა, ჩემი მეუღლეს უკვე ეტყობოდა წამების კვალი. მე მოვითხოვ აუცილებლად ყველა იმ პირის დასჯას, მაშინდელი მოსამართლის დასჯას, რომელიც დღესდღეობით მუშაობს თანამდებობაზე, გოგინაშვილია მოსამართლე, აგრეთვე პროკურორის გიორგი ქევქიშვილის, გამომძიებლების გიორგი ხევსურიანის, ზურაბ გოგიჩაიშვილის, ვასილ გოგიშვილის. დაიკითხა მაგალითად ჩემი გამომძიებელი, რომელიც ესწრებოდა ჩემ წამებას, ზურაბ გოგიჩაიშვილი, რომელმაც იცოდა რომ გავდიოდი ტესტს მუხაძესთან და ზაქრაძესთან კაბინეტში იმისთვის რომ მიმეცა ის ჩვენება რაც რომ მაგათ უნდათ. პროცესზე მოდიან დასაკითხი პირები, ეგრეთ წოდებული მოწმები, რომლებიც რეალურად უნდა იყვნენ ბრალდებულები. ვინაიდან ღიად ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბატონმა გორელაშვილმა ხელი დაადო რამოდენიმე მაღალჩინოსანს, რომლებიც უშუალოდ ღებულობდნენ ბატონი გორელაშვილის წამებაში და ცემაში მონაწილეობას, მაგრამ ეს ადამიანები დღესაც ინარჩუნებენ საკმაოდ მაღალ თანამდებობს. მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საერთოდ არ არის გამოძიებული. როგორც პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, ის ბრალმდებელია 13 ბრალდებულის საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება თეთრაძის ოჯახის მიერ დასახელებულ პირებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და ასევე მოსამართლეს. პროკურორის განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ცალკე არის გამოყოფილი ეს საქმე და გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს. სასამართლოში იხილება ძირითადი სისხლის სამართლის საქმე. სანამ ეს სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში წარიმართებოდა, ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.
მაყურებელს შევახსენებ, რომ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით წამების და სასტიკი მოპყრობის უშუალო მონაწილეებს პატიმრებს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, რაც შეეხება საქმის სხვა ბრალდებულებს, როგორც უკვე გითხარით, 13 ბრალდებულის პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მადლობა ბელა და კიდევ ერთი პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ წესრიგის დარღვევისთვის ბაჩუ ახალაიას ადვოკატი დიორდიონიანი მოსამართლემ 100 ლარი დააჯარიმა. სასამართლო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეს განიხილავს, საქმე ეხება ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდს. განსაშორებს ბრალად ედება ტიაღლუჯას პოლიგონზე 7 სამხედრო სწამება და მათამი არაადამიანური მოპყრობა. უკვე დაიკითხა ორი ბრალდებული ალექსანდრე დავითაშვილი და დავით ჩუბინიძე. ისინი აცხადებენ, რომ რეინჯერები არავის უწამებია ვარჯიშებით, რასაც ისინი გადიოდნენ, კანონით იყო გათვალისწინებული. სასამართლომ კიდევ 3 ბრალდებული უნდა დაკითხოს. დღეს დაიკითხენ ბრალდებულები, სპეცნაზელები, რომელსაც თვითონ აქვს გავლილი რეინჯერის კურსი. ესენი იყვნენ მე ინსტრუქტორები, ვინც ასევე გაატარეს იმ დანარჩენ ნაწილს, რომელიც დღეს დაზარალებულად მიიჩნევს საკუთარ თავს. მათ ახსნეს, რომ არაფერი ისეთი არ უსწავლებიათ, არ გაუტარებიათ სხვისთვის, რაც თვითონ არ აქვს გადატანილი საკუთარ თავზე. სწორედ აქედან გამომდინარე, გაიმიჯნა, რომ მოქალაქისთვის რეინჯერის კურსი შეიძლება იყოს არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ როდესაც ადამიანი არის სპეცნაზელი და ყოველდღიურად უნდა აბარებდეს ნორმატივებს, იმ ადამიანისთვის რეინჯერის კურსი არის ჩვეულებრივი წვრთნა. დაცვის მხარე ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ობიექტურობის დადგენას, ხელს უშლის პროკურორის მიერ მოწმეების, ესე იგი ბრალდებულების მიმართ კითხვების დასმას, მათ მიერ პასუხისგაცემას. არის დასმული კითხვები, რომლებზეც ადვოკატები მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ რაღაც ფორმით გასცენ პასუხი ბრალდებულებმა, მანამდე დგება და აყენებს შუამდგომლობას, რომ ეს კითხვა უნდა განარიდონ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები დასახლებას ელოდებიან, როგორც ისინი აცხადებენ, უახლოეს დღეებში მათი შენობიდან გაყვანა იგეგმება. სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ შესაძლოა სამართალდამცველებმა დღესვე დაიწყონ მათი დასახლება, თუმცა ინსტიტუტში ჯერჯერობით არავინ მისულა. სოციალურად დაუცველები მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება უკანონოა და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ეს ხალხი სათანადო ნებართვის გარეშე ბუნებრივია შეჭრილია აღნიშნულ შენობაში. მაგრამ ეს გრძელდება მთელი 9 თვის განმავლობაში. აქამდე არავის არ მოუკითხია კანონოთ მიმაჩნია ამ ხალხის გამოსახლება იმ თვალსაზრისით სათანადო ნებართვის გარეშე გამოიგონეს, რომ საბაბი ქონოდათ გამოსახლების, რომ თითქოს დევნილებს უნდა გადასცენეს საცხოვრებელ ბინა. უზნეობაა სხვისი უბედურების ხარჯზე სხვისი ბედნიერების მოწყობა. ერთის უბედურების ხარჯზე მეორეს ბედნიერების მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ვეცოდება ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ თვითნებურად შეიჭრენ ამ ობიექტებში, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომელთა შორისაც მრავლად არიან ისეთები, ვინც არ იმსახურებს თანაგზნობას, იმის გამო, რომ შესწავლის მასალებით გინდება, რომ მათ აქვთ ზოგს რამდენიმე ადგილზე ასეთნაირად დაკავებული ფართები. ნაძალადევის რაიონში მდებარე მე-13 საჯარო სკოლის ყოფილი შენობიდან კი დილიდან მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახლება. 30-მდე ოჯახმა 9 თვის წინ შენობა თვითნებურად დაიკავა, ცოტა ხნის წინ ის დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. სოციალურად დაუცველების ნაწილი შენობის დატოვებას არ აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა ობიექტებიდან მისული სოციალურად დაუცველები მათ სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებენ შენობა არ დატოვონ. კულტურულთა და განსახლების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ შესახლებულ მოსახლეობას შორის ყველას არ აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი, შესაბამისად ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა ვერ მოხდება. ეს ხალხი სათანადო ნებართვის გარეშე ბუნებრივია შეჭრილია აღნიშნულ შენობაში. მაგრამ ეს გრძელდება მთელი 9 თვის განმავლობაში. აქამდე არავის არ მოუკითხია კანონოთ მიმაჩნია ამ ხალხის გამოსახლება იმ თვალსაზრისით სათანადო ნებართვის გარეშე გამოიგონეს, რომ საბაბი ქონოდათ გამოსახლების, რომ თითქოს დევნილთა სამინისტრო თბილისში მცხოვრები და რეგისტრირებული დევნილების განაცხადების მიღებას იწყებს. მინისტრის დავით არახველიძის თქმით, განაცხადის შევსების შემდეგ ისინი საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ. პირველი ოფისი ვაჟა-ფშაველას 16-ში დღეს გაიხსნა. მინისტრის განმარტებით დევნილებს საშუალება ექნებათ დაარღვიონ თბილისის ამა თუ იმ რაიონის მცხოვრებმა ადამიანებმა სად და როდის უნდა შეავსოს განაცხადი. სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ყვარლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სომხური სკოლის ობიექტზე სურველთათვის. აქ არის
თბილისის რაიონების ჩამონათვალი თუ რომელი რაიონის მაცხოვრებლებმა რომელი რიცხვიდან რომელი რიცხვამდე უნდა მიაკითხონ ოფისს. შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით წინასწარ ჩაწერა და ზუსტ დროს მისვლა. სამეგრელოში აღარ წვემს, თუმცა დიდმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი განმოხური დააზარალა. რაუთმენდავის სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, საყანე მიწები და თხილნარი დატბორა. წყალმა თითქმის სრულად გაანადგურა თხილის მოსავალი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ არხების დაწმენდა გამოდარებისთანავე დაიწყება. წყალდიდობა იყო დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიჩში, სადაც 20-მდე სახლი ბოლო თვენახეობის განმავლობაში უკვე მეხუთედ დაიტბორა. ტონები თხილია და რა იქნება ახლა ხო ხედავ? ეს ტონიდან 100 კილოს ვეღარ მოკრეთე რა არის დარჩენილი ახლა ყველა ამ ქარმა დაღარა თალმა დაიღო. დაიწყება რეაბილიტაცია სანიაღვრე არხების, რაც შეეხება სარალის დადგენას შექმნილია ჯგუფები და უახლოეს დღეებში გვეწოდინება სარალის რაოდენობა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. მონაცემების მიხედვით კომპანიამ დასულ წელთან შედარებით 2 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა, მთლიანმა შემოსავალმა კი 16 მილიონამდე ლარი შეადგინა. ასევე 6 თვის განმავლობაში დაიყო და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის შედეგად ანაკლიასა და ქუთაისის ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ერთ-ერთი ყველაზე სოციალური დატვირთვის მქონე სამსახურია ჩვენი სამინისტრო სისტემაში. რამდენადაც თითოეულ მოქალაქეს აწვდის სასმელად აუცილებელ და მნიშვნელოვან წყალს. ამიტომაც ჩვენი პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ, ორიენტირებულია იქითკენ, რომ ამ ადამიანებს გაუმჯობესდეთ წყლის მიწოდების მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებული შემოსავლების ფარგლებში ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ჩატარდა თვითონ ქსელის მოწესრიგების სამუშაოები, ავარიებზე სწრაფი რეაგირება. წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ისევე როგორც წაღვერს და ნებისმიერ საკურორტო თუ არასაკურორტო ზონას კომპანიამ შეიძინა მობილური ლაბორატორიები, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება წყლის ხარისხის შემოწმება, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოსახლე იქნება ეს იურიდიული პირი შეიძლება ჩვენთან ერთად ადგილზე დაესწროს აღნიშნულ ანალიზის ჩატარებას და მიიღოს ინფორმაცია თუ რა წყალს მიაწვის მას კომპანია და რა წყალს მოიხმარს თითოეული მობინადრე თითოეული მოსახლე. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უპრეცედენტო სადაზაფხულო პროგრამა განახორციელა. ეს განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. შალვა ფიფია მედია სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. სადაზაფხულო პროგრამის ფარგლებში 700.000-ზე მეტმა გლეხმა უფასოდ დაამუშავა მიწა. გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით გაიზარდა ექსპორტიც. ფიფია აცხადებს, რომ რუსეთში ამ დროისთვის 2 მილიონამდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. უახლოეს მომავალში სოფლებში შეიქმნება სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები, რომელიც გააერთიანებს ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურს. მინისტრის ინფორმაციით მიმდინარეობს სამუშაოები რუსეთის უნებლობის სფეროში. განხორციელდა უპრეცედენტო ძალიან დიდი მასშტაბის მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, სადაც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 700.000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო პირდაპირ სასოფლო სამეურნეო დახმარება და საერთო ღირებულება ამ პროექტის იყო 195 მილიონი ლარი. მეორე პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივით გაზაფხულიდან 28 მარტიდან დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და 4 თვის განმავლობაში 4085-მა სესხებელმა სხვადასხვა ზომის ფერმერმა თუ გადამამუშავებელი საწარმომ მიიღო დაფინანსება საერთო ოდენობით 61 მილიონი ლარი არის უკვე გაცემული დღეების მდგომარეობით. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა წითელი ხიდის დამშვებ პუნქტზე 523 ცალი საათი აღმოაჩინეს. სხვადასხვა ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე მაჯის საათი აზერბაიჯანიდან შემოსული მერსედესის მარკის ავტობუსის დათვალიერების შედეგად საბარგულში სათადარიგო ნაწილების შესანახ სივრცეში იპოვეს. ექსპერტიზის დასმით საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12.000-მდე ლარი შეადგინა. ავტობუსს აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა, ის საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვებპუნქტზე 523 ცალი სხვადასხვა ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე მაჯისაათი აღმოაჩინეს. აზერბაიჯანის მოქალაქეს საქონელი საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდისავლით მალულად შემოქონდა. მოხდა ექსპერტიზაზე საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. ღირებულებამ 11000 ლარს გადააჭარბა. შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას პირდება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით. ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში მოსვლამდე ამ ადამიანებს მხარდაჭერას პირდებოდა, თუმცა ეს დაპირება მან არ შეასრულა. ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში დღეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ იპოთეკური დავალიანებებია. სოდვა მას იმედი, რომ ეს ადამიანები რაღაცით დაკმაყოფილდებოდნენ. თუნდაც ბინიდან გამოსახლება გადაიდებოდა გარკვეული ვადით, საბოლოოდ მოკლა პრემიერმა ივანიშვილმა, როდესაც მისი მითითებით მორჩილმა პარლამენტმა შეწყვიტა აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტის განხილვა. მე კიდევ ერთხელ ვკვირდებით, რომ ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ უპირველესად გადაწყდება ამ ადამიანების განთავისუფლება ყაჩაღი ბანკირებისგან. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებას პასუხობს. გიორგი თარგამაძე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პარლამენტმა საარსებო მინიმუმის ახლებურად დაანგარიშებასთან დაკავშირებით ქრისტიან დემოკრატების ინიციატივის განხილვაზე უარი განაცხადა. ამ ინიციატივის მიხედვით საარსებო მინიმუმი 250 ლარით უნდა განსასრულიყო. თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ დაანგარიშების საკითხზე პარტია მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყოს. პარლამენტმა უარი თქვა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წინადადებაზე საქართველოში საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ ქართულ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დავსხდეთ და მთავრობის ხელმძღვანელებთან მოვახდინოთ გაანგარიშება ობიექტური კრიტერიუმებით და მე მათ დავუმტკიცებ, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარზე ნაკლები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში ჩვენ 4-ზე დაბრუნდებით. დაგვალოდეთ.